მაგარი სურათი არის ჰამბურგში ვარ გობა 79 წელია ხელს რო იშვე მე კუცევი და ყიფიანი ქუჩაში მოვდივართ ხო არის ეგეთი ფოტო კი ჰამბურგში 79 კი და ყიფამ გითხრა მე და ვოვას რომ რემონტს ვამთავრებო და შტებს წეიდა ვიკლჩატელი მაყენიეთ ჰამბურგში აი სურათი გადაღებული ჰამბურგში მაგაზე მიდიხარ ხო და მივიდივართ რომ ჩამოვიდით თბილისში ერთი თუ შემდეგ ვოვა მეუბნება რომ წამოვედი ნახოთ რა რემონტი გაკეთება სახში არის მარტო ყიფო და ელექტრიკი არტუშა საერთოდ დავმახსოვს ახლა არტუშა მოგიყვებით აი საშაჯანო შეხედე რამხელა სახლია კონტროლკას ვაკეთებო ეს ოჩიკი არის პადეში ეს ყიფო ხო განათლებულია დედაში კითხულობ შექსპირს ატომური ბომბა რა კურჩატოვი ყიფოს მოგონილია და მაშინ მართლა არჩე ორიშნული მივეციო ყიფოსო არტუშა მეუნება და უთავრია მე რო იქიდან დაგიძახე პადიესთან ერთმანეთს დაადეო პადიესთან უყირვარ დავადე ჩამოწერ რუბილიქს არითებო დავიერი ამხელა სახლის ადმიაშიფკა ხუარა მაყო კიდე დავადე ჩავარდე და მივედი ეს ყიფო გადათლებული თურმე ერთმანეთს ადევს წრედი როგორ შეიძლება ყიფო ესეთია კურჩატოვი შექსპირი აი კურჩატოვი და შენი ერთმანეთს ადევს და მანუჩარო უნდა წავიდა ეს ისტორია ხა ხო ნუ მაშინ რაღაცოდ ის იყო რა ხო მანუჩარს თვითონ აქ მოყოლილი ჩვენ გადაცემაში ეგ ამბები ასე რომ ჩვენ ნუ ხო და იმის შემდეგ მანუჩარის ასვლის შემდეგ ჭილაი მიყვერთი თამაში და მე თემა გუდვა მიამერჩია ეგ ასე არჩევნები იყო კრებაზე დათო მოარითხა კაპიტანობაზე და ყველამ ერთხმად საშა ავირჩიოთ დათო ყიფიანის და მანუჩარას შორის ხო იყო რაღაც ხო დათო არის ფიქრობს ხალხმა რომ მე რო კაპიტანი დავინიშნო ესე იმიტომ გავაგდეთ გუნდა მანუჩარო კი ბატონო საშა ავირჩიოთ ჯევაზე იმისთან რა ქვია აეროპორტში იქიდან გადიხარ დეპუტატები ხო ვიპის ზამთარდა მოსკოვში ვარ მონოკოვოდა და იმაში ზივარ და შემოდის გილიგაშვილი პავლე და ოთარა ჩერქეზია და რომ დამინახეს ჩამისვეს შუაში მოსკოვით თბილისში დავაზუსტოთ ცეკას ესე ხო და მინისტრ საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე და შუაში ჩამისვეს და ოთარი მეუბნება ჩერქეზია რომ ესე იგი პირველ ტაიმს რო ვაგებთო თელი მოსკოვი ურეკავს შევარდნაძესო что это с вами с грузинами შერო გოლი შეაგდო ედვარდ ამბროსევიჩი ორი ფეხი დახტა მაგიდაზე ორი ფეხი დახტა მაგიდაზე ესეთი ემოციური კაცი იყო აგვისტოა 1 სექტემბერში 2 სექტემბერს ვეთამაშებთ ბაქოს ნეფჩის და გძინა წყნარი საათია და გავაღვიძეს ჯუბერი ლიჩპატიაშვილი მოვიდა ახალი დანიშნული ცეკას პირველ დივნად გავაღვიძეს ყველანი და როცა მთავრობა მოდიოდა თუ ჩვენ ბიჭები რო ვიკრიბებით თუ ჩვენგან ახლოს იყვნენ მოსაფერებლად მოდიან მაგრამ თუ შორს იდგნენ უნდა გვისაყედურო შორს ადგანა სუდის ნიშანი ილია და შეგვიყვანეს დარბაზში და ეს მთავრობა იქით ადგას ბატონი ჯუბერი ცოტა წინ არის გამოწეული და ჩვენ საერთოდ აქეთ ვარ და სიჩუმეა და ველოდებით ზონის თბილისის დინამოს მწვერვალობა არის ცეკას ნომენკლატურა. არ არის ჯერ გაცნობილი ზონი მეტყობა ბატონ ჯუმბერთან და რო ჩამოვიდა ზონინი მიხვდა რომ ბატონ ჯუმბერი ცოტა წინ არის და ეს არის ალბათ ცეკას პირველი დივანია და ბატონ ჯუმბერმა პატიეს უნდა მოყვედა და ზონინი მიხვდა რომ ცეკას პირველი დივანია და ზონინი მივიდა და извините ჯამბული ლიჩო ჯამბული ჩატიმაში ოდაგო დინამოსაც გააჭა აწყდა სიცილი და ბატონმა ჯუმბერი არ გაიხედა იქ და მოვიდა ჩემთან და რამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობ დიდი ხელნებით
რესპუბლიკას არ ექნება პური ხორცირძე, მაგრამ ჩემ ხელში დინამო გავარდეს პირველი ტერი მეკნებ შენიო. გაიგო და წავედი. 79-ში გაბიელემ რო გაზავსაო პენალი მოსკოვის დინამოს. იქაც ხო პრედამტორ და პენელს რო ვარტყავთ, მანუჩარამ გოჩას მოკიდა ხელი და არ არტყმევინა. არ არტყავს რა. პირველი კეფიანმა გააფუჭა, მერე გუცაება. მანუჩარამ გოჩას მოკიდა ხელი და მიდიან. მე ვთქვა ახალკაცი ხوار და არტყავს პენალში. რატომ მოკაში მიდია და ბოლოს მან შეაგდო მანუჩარამ მაინც დაარტყა რა. ახალკაცი ხوار და არტყავს მაგასა და განსორგება. ჟიული შარტავა მაგარი საყდური მომცა 79 წელს გაბიელემ რო გაზოეს პენალიო. პირჯრის გამო. პირჯრის გამო. ხო, დიდი იმით უჩვენებიათ. მოდი მოვიდა ჟიული კარსატოვში და მაგრამ დამიძრია. რომ არ მუშაობ კონკაშურლივით, ის გაბიელია. ხაზი და დამთავრდა კრება. გამოგზავნა ვიღაც და შევედი. ეს მქონდა დავალება და გადამკოცნა დიდი მაგიზე. ჟიული კარსატოვში. თქვენ რაიონული მასშტაბით გამეორებაზე ამოიღეს მე ეგ ეპიზოდი. მამა ჩემი იმოში ხო შეიძლება ყველაფერს. როგორ? ნახალუგაში პარიკმახერი იყო და მამა ჩემი საპარიკმახერის თავზე მიწეს გივი ჩოხელს ოროთახიანი ვინა. და მამა ჩემი კრიჭავდა გივი ჩოხელს და 74-ში დინამოში პირველ თამაში გივი ჩოხელმა დამაყენა და გადის ახლა წლები უკვე დანებეულო ფეგურცავი და სადაც სუფრაზე ვიორდი ერთი მეკითხა ბატონო ალექსანდრევა დინამოში პირველ მინდა გაყენებოდა მეოთხარი გივი ჩოხელმა მეთქი და ერთი მეგობარი მყავს სოსო მერკაზი და იმან დაგაყენა და თუ მამა შენი კრიჭავდა აბა მეოთხარი ბიჭო ლაბალოსა და ბესკოცად მამა შენი კრიჭავდა კეპეს გუნჩი ვარ და მეკარე წინო გამოვიდა. ბათუმის ძენოს მეკარე პავლოვი იყო თუ იყო? ბათუმის ძენოს მეკარე რა. რო გამოვიდა საჯარიმო რო დაარტყა. მე ესე ცდება რა ბურთი რა. და ესე მოუტრიალდა ფეხით გავაჭა ისე გადმოვიგდი ახედა. ტვინში ხომ ახლა საჯარიმოსთან წინ გამოსვიდა ცენტრი ვარ. რო გადმოვიდა ეგრევე დავარტყე ხაერი და აქედან წამოიღეთ და პირდაპირ დავარტყე ცენტრი. და გაიტანა პირდაპირ. კიდევ ეგეთი რამაზი გოლი არ გამეტანება. კარგი გოლი მაქვს შეგდებული დუბლების შემადგენლობაში. ეხლაც გეტყვის 73 წლის დინამოს შემადგენლობას. აი ტოტოხელთან და იმათთან თამაშობდნენ. კალებში იყო დავით გოგია, მარჯვენა მცველი იყო რევაზ ზოზუაშვილი. ცენტრში მურთას ხურცილა ვახტანგელი და მარცხენა მცველი შოთა ხემჩიგაშვილი. ნახევარმცველები იყვნენ კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე და ზორბე გებრალიძე. თავდასხმაში ვოვა გუცაევი, გივინოდი და დათო ყიფიანი. დღესაც მახსოვს ის შემოდგება და აი შემოდგენაზე თამაშებოდით. დუბლები და თამაშის დროს საერთოდ კარებში რო ურთხავ, მეკარები წინ გამოდიან. შევამჩინო დათო გოგია ძირითადად მეკარე იყო, წინ გამოდიოდა და აი მე ნაკრების წვრთნელი ვიყავი. უელში რო ვითამაშე ერთმანეთს მოვიგე, აი გიორგი კინკელაძე რომ გადაუგდო თავზე. საუთჰოლს. ისეთი გოლი შეუგდე. დავით გოგიაზე შემწყვეტა თავი დავხარე რა, რომ მეთქი. და მეთქი და ერთადერთმა კაცმა წონეულო კახი ასათიმა დამიძახა, ბიჭი მოდი ეგო. როგორი ხარ მათი ასე. ვარჯიშენ გარწახვიდო და მე წაგიყვან სახში და კახი ასათიმა ვარჯიშენ წამიყვანა სახში ნახალუგაში. ამას რა დამოვიწყებთ. ჩავედით ლივერპულში ღამის 2 საათია და სასტუმროში დავხდნენ ვიტალი დარასელიას კლასელები, ოჩამჩირელი, სამი სომეხი ბიჭი. რომლებიც უკვე 10 წელია შტატებში არიან, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდნენ ვიტალის საბალეტში გქონდა. ლივერპულში როგორ გაგვიხარდა? ეს ბიჭები ჩამოვიდნენ იქ რა და სხვათა შორის 10 წლის შემდეგ 10 წლის უკან ორი ის სომეხი ბიჭი ჩამოვიდნენ ჩემი ვიტალის დარასელიას მეუღლე მარინა მამალაძე და ვიტალი კლასელები იყვნენ და ერევანში ჩამოსულან ეს სომხები რომელიც იქ ლივერპულში ჩამოვიდნენ და მარინა აქაურდა მარინას ვნახოთო რა მოდიო რა და ჩამოვიდნენ ვენაცვალა ახლა მეგობრობა მარინამ მოინახულეს და მარინამ დამირეკა და მე თვითონ ის მესამე გარდაიცვალა. ეს თასი ფილმს 4 საათია და იღაცა ხონდა წაიღოს. და ნოდარ წაიღერა საშა სახში რა. სახში წავიღე ბიჭო ეს თასი.
იმ ღამეს ეს თასი და თელმა ნახალოკომ ჩვენ თასთან გადაიღო სურათი. თელი ნახალოკო ჩვენთან იყო საში ყველა თასთან აქვს სურათი გადაიღო. ახ ეხლა არ მინდა ეხლა ისეთი რაღაცები გამოვიყვი. ვათ. აი მე 87-ში დავონებ ფეხბურთს თავი. 87 წელია ჩამოვედი ნაკრებიდან და 86 წლის ბოლოს ნოდარ ახალგაზრდა მოხსნეს წვრთნებიდან და კახი ასაციანი არის დინამოს საბჭოს თავმჯდომარე. სეზონის ბოლოს 86-ში კახი დამიძახა და მოდიო ვიფიქროთ ვინ დავნიშნო დინამოს უფრო წვრთნელად და ზივართ ახლა მე და შალოვიჩი კახი ასაციანი და ფიქრობ და ამ დროს ზარი დაურეკეს კახას. იქა დინამოს საბჭოში ვარ და კახის ფერი ეცვალა და ბატონო შოთა არა ვარ მე და თორე შოთა გორგოძე ურიგავს კახის გუშინო მე და ჯუმერ პატიაშვილმა გადავწყვიტა და შენ იქნები დინამოს უფრო მწვრთნელიო. კახის აი როგორ გადაწყდა და მე შეხვედრაც იყო სტადიონზე გულშემატკივრები. აი ესე გადაწყდეს კახის და კახი მოთ არა ვარ მეო ის მწვრთნელად რაღაც ეს სხვა დატვირთვა აქვს და არ გადაწყვეტილიო და კახი დანიშნეს. თამაშის წინ ფეგვაწყდა. ხო. თამაშის წინ ის დაგველევინეს ბიჭო რაღაცა ეს სითხე რა, კონიაკი იყო თუ სპირტი იყო, რომ აი მასე რომ მედიხარ შეტევაზე. ომში ალევინებდნენ თურმე რომ გეხრავრასი. ვა. არ დაგველევინეს ეს კაცო. ვა. სიტამამის გულისთვის და. ეხლა ბურთი მოდის რომელსაც 100-დან 100 რო გავაჩერე გურზე და ფეხი დამისა რა. იმოქმედა. რატო იმოქმედა, იცი? ეს ცოტა არ უნდა დალიო, უნდა დალიო მეტი რომ. უფრო ისე რომ თუნდები. უერედაც რო ხარ რა. ცოტა დალევული უერედაც. შესუმა გამოდის. ერთი დროს ვაგერთ, შევედი გასახდეში კაცი შვილი ხმას არიღებს. ვაგერთ და არც ბესკოვი, არც ლაბანოვსკი, არც ახალგაზრდა ბიჭებს უთხარი. აი ეს 45 წუთი მეთქი, მე დამითმეთ მეთქი. მე მომეცეთ. ჩემი გულში ითამაშეთ მეთქი და თუ ვერ გავართ მეთქი, მე ფეხბურთს ვანებებ მეთქი და აუ მოვარდნე ბიჭები და აუ აზე და დაწანდა და შევაგრილო. ხოდა რო შემოვიდა ბესკოვი, ეხლა მე ისე დავრჩიო და შესაძლოა თამაშები იწყება რომ ესპანეთში ჩემები და კაპიტანი დავირჩიოს და კაპიტანი ჩვენ უკვე არჩეული გვაქვს და ვინო და საჩა ჩივაცო ნაკრებში. მეც მაგაზრს ავარო და აი ესე ვინ უთხრა ვინ შეული უთხრა კაპიტანი უკვე არჩეული? ბიჭებმა. იქ გუნდი გუნდი დემიანკო და ყველამ რა ერთხმათ. აი ესე ამერჩიეს რა. ეშვაილერმა რო არ ჩათვალა ჯარიმა. აბა ნაპოლისთან. ნაპოლისთან. იცი როგორ არ ჩაგვიცვალე ბიჭო გოლი შევაგდე. და სტენკიდან გამოვარდა. მე რა შუაში ვარ მე კაცო. ხო და მეორე დილით ნოდარი მეუბნება რომ სასტუმრო 500 მეტრში იყო რა და ნოდარი დაბომბვილია რა. ეშვაილერი სადაც იყო სასტუმროში. იქით გავიარეო რა და მე რო გავიარე ეშვაილერს აცილებენ და ბაგაჟნიკში რაღაც თელმა ნაპოლი რაღაც ჩაუდო და ესე უყურებოდა ეშვაილერს უჩვენებია. 50 წლამდე თუ 55 წლამდე იყო მაშინ. ხო, ბოლო თამაში იყო და ესე მაჩვენაო რა რომ აბატიო რა ეს ბოლო თამაში იყო ჩემი ბოლო თამაში იყო. ბოლო თამაში იყო და გაზავი ოგანესიანის შემწამარა კარტი ვითამაშდა. შეკრებაზე ბესკოვი კარებს არ გვაკეთინებდა. ოთახის კარი? ხო და მე და ხიდატული ვართ ერთად ოთახში და მაინც ესე თათარი და ასე დავიწყე ცეკის თამაში. ამ დროს შემოვიდა რამაცევი. და რა დავირახ კარს რო თამაშობდა, რო წავიდა გაზავამით და კარები დაკეტევა. რატომ დაკეტევა რა? დავუკეთე და 5 წუთში გაგონე. გავაკეთე ბესკოვი. გასაკეთებთო. რატომ დაკეტილიო და თუნე ჩაგუშვა რა. არც მოვიტყილები კარსად თამაშობთ, თუ ჩემი ხათრი გახო რა. შეიშვით. მესამე ადგილს იუგოსლავიის მოუგეთ და ერთი თვის შემდეგ ბესკოვის დატოვეს. საშტრენერ და დაუმატეს ლაბანოვსკი და ახალკაცი. ხო, ტრიუმვირატი რო იყო. და რამაცევი. რომელმაც ჩაგვიშვა. აგრეთვე აღარ გამოიძახა. თვითო. არა, იმაშკაცი გასაგებია. ეხლა რამაზა იყო ძალიან დიდი ფეხბურთელი რა. ესე იგი ოჯახიდან რამაზას რა არ შეგვიძლია ხოლმე რაღაცა და მე რომ ვიდიოდი მე ატანი და
იმიტომ რომ დავლედით რაღაც სახში ამყავდა და რამაზე მეუბნებოდა რა ბრეჟნევი დავყავყარო 77 წელია ციურიხში ვარ თამაშობთ გრასჰოპერს ნახევარმცველი ვარ აქ ერთი როლი გვაქვს მოგებული და იქ ორი როლს ვაგებთ მე ნახევარმცველი ვარ და მეკარეც მოვატყვილე და ძალიან კარგად უნდა შევაგდო ბურთი და წამაქციეს საჯი იყო კიტაბჯიანი კიტაბჯიანი ფრანგი არბიტრი ფრანგი ნუ სომეხი მითო არ დანიშნა პენალი და შოთა ხინჭიკაშვილი ცენტრალური მცველი იყო და გამოიქცა ჩვენი ნახევრიდან და უცმაწური სიტყვები და კიტაბჯიანს ცუდიმით მიმართა რა და მიცეს წითელი ბარათი შოთას მიცეს 5 თამაში რომ ვერ ითამაშებდა უეფაზე ეხლა მეორე წელს 78 წელია და ნოდარ ახალკაცმა ქუთაისთან ჩამოიყვანა თენგიზ ულაქველიძე და ცხონებული გოგოლაძე იყო ასეთი ჭიათური ფეხბურთელი და უეფაზე რომ ცენტრალური მცველი ფირუზ განთელაძე ყავს მარტო და ხო უნდა ითამაშოს გორზე და ნუ ახლა გადაწყვეტილება მე რა როგორ მიიღო ნოდარი და კიდე მე ისაც ვიცი რომ ბიჭებმა უთრესო საშა დავწიოთ უკანო რა და მე კოტე მახარაძისგან ვიცი ეგ ისტორია ხო და აი დამწიეს უკან რა ნახევარმცველიდან ესე იგი კიტაბჯია მთელი ქვეყანა რო აგინებს არ ყოფილა მადლობა გქონია სადმე არ ყოფილა საკითხი თქვენი რეაქცია როგორი იყო თქვენ ეხლა როგორ ერთი თამაში აქვს ნოდარ ახალკაც ნანახი 74 წელია დნეპროპეტროვსკში თამაშობ მაშინ დუბლში ვარ ხან ძირითადად და ფირუზ განთელაძე იყო ცენტრალური მცველი და შოთა ხინჭიკაშვილმა ტრავმა მიიღო ვარჯიშზე დნეპროპეტროვსკში და ჩვენ დუბლში თამაშობთ დნეპროძერჟინსკში და შოთამ რო ტრავმა მიიღო ფირუზ განთელაძე ჩვენთან თამაშობდა მეორე დღეს გადაიყვანეს იქ ძირითადად თბილისის დინამოს დნეპროპეტროვსკში და დუბლში ვიღაცას ხომ დაეთამაშა ცენტრალური მცველად და ხივი ჩოხელი და ნოდარ ახალკაცი გუნდს უფრო მე დამწიეს რა დუბლში პირველად ვითამაშე იქ დნეპრო ესე იგი სტუმრად ნოდარ ახალკაც ახსოვს იქ ჩემი თამაში დუბლში ცენტრალური მცველად და იქიდან ნოდარი დასკვნა გააკეთა რომ საშა გამოცადოთ და ესა დავხდი 79 წელია ჩავფრინდით ლონდონში ვეთამაშებით ჩემპიონთა ლიგაზე გამოდივართ ვეთამაშებით ლივერპულს და მიგვიღო საბჭოთა კავშირის ელჩმა. რა თქმა უნდა, საელჩოს წარმომადგენლები ყველანი ხარიან და ბოლოს ჟურნალისტები რო წავიდნენ, ელჩმა მარტო დაგხვდოვა. შეხედოთ, რომ სოფლიო რუკასო ფეხბურთელს მოგვარდა. დაახეთ რა ხელა ქვეყნის ჩემპიონები ხართ. ეხლა შეხედოთ ინგლისოდან. მე განა არ ვიცი რომ ლივერპული სოფლიოში საუკეთესო გუნდია. მე ზეგ ჩამოვალო ლივერპულშიო და აქ ჟურნალისტები არ არიან და პირადად ჩემი თხოვნა იქნებაო დიდი ანგარიში თარწავოთ. ხო. როგორია? ეს ისეთი ტრაგედია 53 წელი გავიდა რაც ვიტალი აღარ არის ჩვენს გვერდზე. 12 დეკემბერია შვებულებაში ვართ. და ჩვენ შვებულებაში კი ვიყავით, მაგრამ ყოველ დღე ვიკრიბებოდით ერთად. და დინამოს ბაზაზე პატარა მინი ფეხბურთს თამაშობთ, მე შევდიოდით აბანოში და ეგ 82 წელი. 2 წელია და ვიტალი მეუბნება რომ საშაო ჩემო ძმამ თანხა წააგო ხონშიო და ხვალ მივდივარო თანხა უნდა ჩავუტანო. და ვის მიყავ მეთქე და ჩვენი მეგობარი იყო ტარიელ მიხავა და ტარიელს მიყვებიო. ტარიელ მიხავა მუშაობდა ვაჟობშაველაზე, ტაქსების მეორე ატაკა იყო, იქ იყო კოლონის უფროსი. და მოსკოვიდან თბილისში ჩამოდიოდა ერთ დღეღამეში რა. არა, ნუ ტარიელი ჩვენი ძმა და მეგობარია, მანამდე ტარიელ მიხავა ავარიაში მოხდა ჟორასი ჭინაოსთან გადარჩნენ. მეორედ მოხდა ავარიაში ოთარ გაბელიასთან გადარჩნენ და ახლა ვიტალი დიდით რომ მივიდა. ტარიელს მანქანა ყავდა ბიუკი და რო გადაჯდა ვიტალი ტარიელის ბიუკში, ტარიელო დაჯდა საჭესთან ვერ დაქოქა. და ტარიელმა უთხრა ვიტალი,
შენი მანქანით წავიდეს და ვიტალი დაждდა რუსელა. იმ დღეს ესენო გადავარდნენ. ქუთაისთან მოდიოდნენ პროფესორები. ლექტორები და ისინი გადავარდნენ ზუსტად იმ ადგილას და იქ რო ამწერ რომ მოვიდა მანქანა და რო ამოყავდათ ამ პროფესორების მანქანა ისინი გადარჩნენ. იქ შეამჩნიეს გვერდზე მანქანის სახურავი წითელი და სრულიად შემთხვევა. შემთხვევით ხო და რო ამოიყვანეს ვიტალის ნომერი 013. აი ესე გაიგეს რომ იმ დღეს 300 მეტრში დავალა დინარი ძირულაში დარიელ მიხელის წედარი ვიპოვეთ და ვიტალი ვერ ვიპოვეთ აი 13 დღის შემდეგ ბიძამისმა ხელისწევანი ქონდა ამოწეული ძირულაში 6-7 კილომეტრი კოტრები და ის რო არის ხო აი შროშას შროშაში იპოვა ბიძამის